მოდი ახლა გავაკეთოთ logout-ი. User-ი როდესაც დალოგინდება, გამოიყენებს API-ს როგორც ჭირდება და შემდეგ უნდა რომ უბრალოდ ტოკენი გააუქმოს, ამისთვის logout-ი არის ძალიან საჭირო. ანუ შეიძლება უბრალოდ არ გააკეთო logout-ი და ტოკენი დატოვო აქტიური, მაგრამ რატო თუ ვიღაცა შენ ტოკენს გამოიყენებს, იმ users შეიძლება რაღაც ცუდი რაღაცების გაკეთება შენს აპლიკაციაში. ამიტომ უბრალოდ ჯობია, რომ შენ ტოკენი მთლიანად ეხლა ამ შემთხვევაში auth guard web logout ეს საერთოდ არ გვჭირდება, იმიტომ რომ ეს ისევ და ისევ web-ს უკავშირდება. ანუ როგორც გითხარით, ეს არის გაკეთებული Laravel Breezy სტანდარტულ რას საკეთებს არის გაკეთებული ისე რომ web browser-მა გამოიყენოს ეს API. მოდი ავიღოთ ეხლა ჩვენ ავტორიზებული user-ის ინფორმაცია request user და აი ამ user-ზე ჩვენ უნდა გამოვიძახოთ მეთოდი current access token. ეს ის ტოკენია, რომელსაც იყენებს ამ წამს user-ი აი ამ request-ის გასაკეთებლად და აი ამ current access token-ზე უნდა გამოვიძახოთ delete. საბოლოო ჯამში ჩვენ შეგვიძლია აქედან დავაბრუნოთ no content-ი, რომ user-ი უბრალოდ 204-ით წარმატებულად დალოგაუთ და ან შეგვიძლია რაღაც custom message-ი დავაბრუნოთ, ეგ უკვე თქვენზე არის. მე იდეაში no content-ს დავტოვებ როგორც არის. და გავაკეთოთ logout-ის დავამატოთ logout-ის endpoint-ი. logout post request-ი მიდის logout-ზე header-ი header-ი არ მიყვება. ეხლა ეგეთ ძალიან საინტერესო არის. გადავიდეთ ეხლა API PHP-ში და გავხსნათ auth PHP. logout-ი მაინტერესებს. logout-ი მოითხოვს ავტორიზაციას. შესაბამისად, მე თუ აქ request-ს გავაგზავნი, მე ვიღებ 401 unauthorized. ან user-ი არ არის ავტორიზებული ამ action-ის გასაკეთებლად. ამისთვის აქ უნდა გადავცეთ authorization header-ი. ან შეგვიძლია პირდაპირ auth-ში გადავიდეთ, ეს არის უფრო მოკლე ვერსია. აქ ამოვირჩიოთ ჩვენ bearer token-ი და აი აქ გავუწეროთ ეს token-ი, რომელიც შეგვიძლია ავიღოთ მაგალითად post-ის შექმნის ნაწილიდან, header-დან. აი ეს არის token-ი. გადავიდეთ logout-ში, გავუწეროთ ეს token-ი აქ, დავასეივოთ და გავაგზავნოთ logout request-ი. არ იმუშავა, რატო არ იმუშავა? sensitive value, okay. API logout. კარგი, მოდი აქედან არ გვინდა, no auth-ი გადავცეთ აქ. ან საერთოდ inherit from parent-ი და აქ გადავცეთ authorization bearer space-ი და token-ი. აბა ვნახოთ ახლა. Okay. ისევ unauthorized ვიღებთ. სავარაუდოდ ეს სესიებით ავტორიზაციას იყენებს და მაგიტომ ხდება ეს ყველაფერი. რაც არ მომწონს. არასწორად არის გაკეთებული Laravel Breezy, არ მომწონს და რაღაცა იდეა მაქვს, რომ ეხლა API starter kit-ი უნდა გავაკეთო, რომელიც აი ამ ყველაფერს დაალაგებს, იმიტომ რომ არ არის ეხლა ეს ტიპიური API starter kit-ი. რაც მოყვება Laravel-ს. ნაცვლად auth-ისა ჩვენ auth sanctum-ი გვინდა. ავდგები და auth sanctums გავუწერ აი აქ middleware-ში. და auth sanctum-ი მინდა ყველგან პრინციპში, ყველა endpoint-ზე აი აქ რაც გამოიყენება. თავასეივეთ, გავაკეთოთ ახლა, მოდი authorization-ის გარეშე გავაკეთოთ request-ი ჯერ, unauthorized. ეხლა authorization-თან ერთად გავაკეთოთ request-ი 204 no content-ი. ნუ ეს authorization header-იც იმუშავებდა, უბრალოდ სხვა მიზეზის გამო ხდებოდა ის error-ი. მაგრამ ნუ იდეა ეგ არის, logout-ი გვაქვს, login-ი, logout-ი, რეგისტრაცია, ეს საკითხები ყველაფერი მუშაობს.